საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო მოსკოვი ამჯერად გაეროში გააკრიტიკეს. უკრაინის ინიციატივით უშიშროების საბჭოს ხდომაზე აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ბოლოდროინდელ უკანონო ქმედებებზე ისაუბრეს. უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის პროვოკაციული გადაწყვეტილებები, გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანება და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი მკაცრად დაგმო. ვლადიმერ იელჩენკოს განცხადებით, ვიდრე უკრაინა უშიშროების საბჭოს წევრია, ამ თემის ჩაკლა ვერ მოხდება. ზოგი ფიქრობს, რომ ეს გაყინული კონფლიქტია, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ეს გვინახავს ყირიმის მაგალითზე. რუსეთის ფედერაციის მიერ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების ინტეგრაცია და გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ეს ნაბიჯები ჩვენი აზრით მოითხოვდა უშიშროების საბჭოს ყურადღებას. მადლობას ვუხდით ჩვენ კოლეგებს. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყველა დელეგაციამ ერთის გარდა მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ინიციატივა იყო გაგვეკეთებინა განცხადება პრესისათვის, თუმცა ეს ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ იქნა დაბლოკილი. სხდომის დასრულების შემდეგ პრესასთან განცხადება გააკეთა ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა. გაეროში ბრიტანეთის ელჩის მეთიუ რაიკროფტის თქმით, ბრიტანეთი და უშიშროების საბჭოს წევრები შეშფოთებულები არიან ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებით. მე გამოვხატავ შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს. ჩვენ არ ვაღიარებთ ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 12 მარტს აფხაზეთში ჩატარდა. ამასთანავე არ ვცნობთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს სახელის შეცვლაზე ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას. გაეროში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს რუსეთის წარმომადგენლის მწვავე რეაქცია მოყვა. რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის პეტრე ილიჩევის თქმით, რუსეთი არ აპირებს მის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გადახედვას. ილიჩევის თქმით, საქართველოს მცდელობებმა, რომ გაეროს ფორმატში მოხდეს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საკითხის განხილვა, შესაძლოა ჟენევის ფორმატის დახურვა გამოიწვიოს. საქართველოს ახლანდელი ქმედებები კიდევ უფრო აზიანებს ჟენევის დისკუსიების ფორმატს, რომელსაც ისედაც ზიანი ადგება ყოველწლიური პოლიტიზირებული რეზოლუციით, რომელსაც გაერო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით იღებს. ასეთმა ნაბიჯებმა უკვე შეუძლებელი გახადა პრობლემების ჟენევის დისკუსიის ფორმატში განხილვა. თუ საქართველო და მისი მფარველები ნიუ-იორკში ისევ გააგრძელებენ უსაფრთხოების საკითხების პრობლემების განხილვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის გარეშე, ჟენევის ფორმატი შესაძლოა საერთოდაც დაიხუროს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში 5 მუდმივ მოქმედ ქვეყანაში შედის და ვეტოს უფლებით სარგებლობს. შესაბამისად, მისი წინააღმდეგობის შემდეგ საქართველოს მხარდამჭერმა განცხადებებმა რეზოლუციის სახე ვერ მიიღო. თუმცა სერიოზულ პოლიტიკურ გზავნილად შეფასდა ქართული მხარის მხრიდან. დამხოლოდ საქართველოს საკითხი და თავად ფაქტი, რომ უშიშროების საბჭო განიხილავს ამას, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემა. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფ ლატვიელ კოლეგას რაიმონდ ვეიონის გააცნო. საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდებარე სოფლები მოინახულეს. ლატვიის პრეზიდენტი მავთულ ხლართების იქით დარჩენილ მცხოვრებლებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ლატვია რუსეთის მხრიდან მსგავს ქმედებებსა და ოკუპაციას არასოდეს აღიარებს. ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართული არის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მე მინდა თქვა ძალიან ნათლად, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არც ერთი არ დარჩენილა ბოლომდე და ეს უსამართლობა, რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით და განსაკუთრებით ჩვენთვის ემოციურად მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც ჩვენი მეგობრები მოდიან, რომ თავის თვალით ნახონ ეს უსამართლობა. გამყოფ ხაზთან პირველად ვარ და ძალიან ტრაგიკულია. თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე ქვეყანაში არის ასეთი ვითარება, სადაც მავთულ ხლართები ყოფენ ქვეყანას ორ ნაწილად, ყოფს ოჯახებს, ბაღებს. ლატვია არასოდეს აღიარებს რუსეთის ასეთ ქმედებებს, არასოდეს არ მიიღებს ამ ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს. ყველა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ეს ვითარება არ გამოსწორდება. ერთად მოუძებნით გზებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.